მოგესალმებით პირველი სკოლისა. ძალიან ბედნიერი ვარ და ამაყი ვარ დღეს მე რომ და ძილად პატივი ანა ჭიჭარაულის შემოქმედებითი საღამოს მონაწილე ყოფილა. ანა ჭიჭარაული უკვე თაობებს ძალიან ბევრ საქმეს ეუბნება. მე რაც მახსოვს ჩვენი შემოქმედებითი ცხოვრება თითქმის ერთ ასაკში ერთ პერიოდში დაიწყო. ჩვენ მოვდივართ აი ვახუშტი კოტეტიშვილის შემდეგ ფილარმონიაში რომ ფოლკლორული საღამოები ტარდებოდა მის შემდეგ რომ დაიწყო სამებაში მთის ღონისძიებების ჩატარება იქიდან მოვდივართ და ძალიან დიდი პატივია ეს ჩემთვის. ანა ჩემო ძვირფასო ადამიანი ფილოსოფი დიდი სიყვარული უსაზღრო დიდი ნიჭის მფლობელი ხარ. ძალიან ბედნიერი ვარ რომ ჩემი მეგობარი ხარ. ძალიან ბედნიერი ვარ რომ მე დღეს პირადად ერთი შენი ამგები. რაც მე ვერ დაგლოცა მაღალმა ხატმა ღმერთმა და ბუნების ძალებმა დაგლოცაც. დალოცული. ზოგი თუ გვარსახელით მიცნობ ზოგი მიცნობთ ალბათ მაესტროელობიდან ვიდეოები ძალიან გავარდა კაფე მაესტროსი და აი იქიდანაც შეიძლება გეცნობოდოთ. ხოდა არა კაცო ეგრაშუაშია. ხოდა ანუ წეღარ მითხრეს აქ ადამიანებმა რომ სადღაციდან გვეცნობიო და ალბათ იქიდან მეთქიდა მაგიტომ მე ვწერ თუშური დიალექტით მეგობრებო და წავიკითხავ ერთ ლექსს რომელშიც ვეფერები ჩვენს აღმოსავლეთ მთიანეთს. გიმღერებენ ჭრელ-ჭრელს ათასფერებს. ჩარგალ თუ წახ მომიკითხი ვაჟარი. უკანა ფშავ მიხაბნახი ახალს. ჩამოგვხსით ჟამის დაგსულ ქსლებით ბარითამბენ სულტანი დახარ. ჩოხში წასრულ გოდერძისთან შეხვიდ. გულზე დასცით სიხარულის ელდარი. გუწმინდით შავ ჯანღიან ცაიდ უხანტიდ ადამიანს სევდარი. ხევსურეთში აქიელ ასახვიდ. იქ სულ ყველა პოეზიის ღმერთი. რკინის კლით ამ დამილოცით ხალხკაც ლექს ხო მაინც თავად ხევსურეთი. თუ შეწასრულ გიმცირ მიხვით ღნახი. იქ ყველა კენჭ თავად ლექსის ძირი. გიმღერებენ ჭრელ-ჭრელს ათასფერებს ამბავს დებროსიო გასაგები. ვაჟას ჩარგალს გულსარკით ცაით მიხაბნახით მომიკითხით ახალ. ხევსურ წეს მოესწრან ხელანთი თუ შეთროწახო სხვა სამრა